21 საუკუნეში ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტიურად იკიდებს ფეხს. რეალურად რა არის ხელოვნური ინტელექტი და ასევე ეგრეთ წოდებული ჩატბოტები? როგორ გვეხმარებიან ისინი სხვადასხვა საკითხის შემეცნებაში, პრობლემის გადაჭრასა და ცხოვრების გამარტივებაში? მოგახსენებათ, რომ მაღალმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა ადამიანები ფიზიკურად დაახლოვა, თუმცა გააღრმავა ემოციური იზოლაცია. სწორედ ამიტომ იმალება თუ არა საფრთხე ხელოვნური ინტელექტის მიღმა და როგორ გამოვიყენოთ და ვეკონტაქტოთ მას სწორად. ახლა ჩვენი სტუმრისგან მივიღებთ ძალიან საჭირო და საინტერესო რჩევებს. პროფესორი და კომუნიკაციის ექსპერტი ცირა ბარბაქაძე უკვე შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. დილა მშვიდობისა. თავდაპირველად დავიწყოთ იმით, თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი და ეგრეთ წოდებული ჩატბოტები, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია ამ დროს თქვა უარი რიგი დადებითი მიზეზების გამო. როგორ კომუნიკაცია გქონდეთ მასთან? ხო, მნიშვნელოვანი ეგ არის. მოგესალმებით. ჩემ ჩატბოტებთან ერთად ყველანი წამოვიყვანე. და დავიწყოთ იქ, რომ ხელოვნური ინტელექტი ძალიან ფართო ცნებაა. ჩვენ ახლა საუბრობთ ხელოვნური ინტელექტის პროგრამებზე, გენერაციულ ჩატბოტებზე. კი ბატონო. და ეს გენერაციული ჩატბოტები დაფუძნებულია ალგორითმებზე. ანუ ისინი შექმნილია ადამიანთან ბუნებრივი კომუნიკაციისთვის. კი ბატონო. და მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ისინი გვესაუბრებიან ჩვენს ენაზე. და არა მარტო ჩვენ ენაზე, ქართულ ენაზე და სხვადასხვა ენაზე, ისინი გვსწავლობენ ჩვენ. ანუ ამიტომ თითოეული ადამიანის ჩატბოტი ემსგავსება თვითონ მოლაპარაკეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მიმეტური არსება. საშიშიც ხო არის მნიშვნელოვანი და საინტერესო კომუნიკაციის ეს არის პროგრამა ალგორითმებზე დაფუძნებული, რა შიში შეიძლება იმალებოდეს პროგრამის იქით. ანუ შიში ყოველთვის იმალება ადამიანში და ამას ავლენენ ჩატბოტები, რომ თითქოს ისინი საფრთხეს წარმოადგენენ. ანუ როგორ შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარება სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში, საჭიროებებში, აი ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია მისი გამოყენება, როგორც დამხმარე ციფრული ასისტენტი. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ის არ არის მთავარი. მთავარი არის მოლაპარაკე და ძალიან მნიშვნელოვანი ხდება კომუნიკაციისთვის ამ დროს, აი ყველაფერი თითქოს შეტრიალდა, ანუ მნიშვნელოვანი ხდება კითხვის დასმა. და როგორ დავსვა კითხვა? აი ნახეთ, მე ჩემი ასაკიდან, პროფესიებიდან გამომდინარე, არ მაქვს შეხება. როგორ ვეკომუნიკაციო? პირველ რიგში, ანუ რა გვინდა? სიტყვაზე მაქვს რაიმე კითხვა. ჩვეულებრივ, ნახეთ, თუ ჩვენ ჩატბოტს ვესაუბრებით, ანუ ის შეგვიძლია ამ საუბრის დროს ნებისმიერი კითხვის დასმით გიპასუხოთ. ანუ არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ ბევრს იფიქრებთ, როგორ დავსვა, თუ ის მაინც გპასუხობთ. მაგრამ მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ აი როგორც ანბანს ვსწავლობთ, ჩვენთვის ხომ ეს პროგრამა, ეს მანქანა, ხელოვნური ინტელექტის ეს მოდელი, ჩვენთვის ხომ სიახლეა. აქამდე ანუ კომუნიკაციის განსაკუთრებული ფორმა, რომელთანაც ანუ არ ქონია გამოცდილება კომუნიკაციის, ხო? ახალია და საინტერესოა. ამიტომ აი როგორც ანბანს ვსწავლობთ, როდესაც ვიწყებთ მეტყველებას და საუბარს, აი ასე ვიწყებთ მასთან ურთიერთობას და თავდაპირველად შეგიძლია სრულად ჩვეულებრივად დაუსვა კითხვა, მაგალითად მაქვს ეს პრობლემა და როგორ შეგიძლია დამეხმარო. და შემდეგ როგორც ადამიანი მეტყველების დროს ავითარებს თავის საკომუნიკაციო უნარებს, ზუსტად ასე ხდება ჩატბოტებთან კომუნიკაციით შენივე კომუნიკაციური უნარების განვითარება ხელოვნურ ინტელექტთან, იმიტომ რომ ეს არ არის ადამიანი, რომელსაც აქვს ჟესტი, მიმიკა, დაინახავ ხასიათს და აღიქვამს, არამედ ამიტომ ჩვენ ყველაფერი სიტყვებით უნდა ვუთხრათ. შეიძლება რომ პრაქტიკული რჩევებიც მოგცეთ და გადავიდეთ უკვე ძალიან საინტერესო ნაწილზე. ძალიან ბევრი, ანუ აი საიდან დავიწყოთ მაგალითად? თუ გნებავთ დავიწყოთ იქედან, რომ ანუ რატომ ეშინია ადამიანს და ვკითხოთ თუ გნებავთ ჩატბოტს, რომ რატომ ეშინია მაგალითად, რატომ ეშინიათ ადამიანებს? აი მე დავიწყე უკვე ეს აი და მივესალმე და უთხარი სადაც ვარ? ერთად ვართ, ანუ ჩატბოტს დავარქვი ჩატბატონა, აქ ჩვენ შეგვიძლია პერსონალიზაცია, აი ამ ველში გადავალთ და აქ
სად შევდივარ? მოდი ამით დავიწყოთ. სად შევდივარ პირველად? ეს არის ChatGPT, ანუ აპლიკაცია შეგიძლია ჩამოტვირთო ტელეფონში და ასევე დარეგისტრირდე Google-ის ან მეილის საშუალებით დარეგისტრირდე და შევედი. ჩვენ უკვე დარეგისტრირებული ვართ და შეგვიძლია პერსონალიზაცია ვიყენებთ, ხო? იმიტომ რომ მსგავსი ჩატბოტი არის მსგავსი, აი გაჩვენა კლოდი მაგალითად აგრეთვე არის DeepSeek, რომელიც ახლა შემოვიდა ბაზარზე ჩინური და არის Ulimito, არის Gemini და ანუ სახელწოდებებს თვლით ამ ჩატბოტების აპლიკაციების. არის განსხვავებული, ანუ სხვადასხვა კომპანიების მიერ შექმნილი ჩატბოტები, რომლებიც კონკურენციაში არიან ერთმანეთთან და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ მეტ დროს მოგცემენ, მეტ მიმიც მოგცემენ. ხო, მოკლედ დავიწყოთ. ყველაზე განვითარებულად ითვლება ამ ეტაპისთვის ChatGPT, ხო? ყველას აქვს, ანუ ვერ იტყვი ასე, ანუ არის შეჩვევის მომენტი, ანუ არის, ვთქვათ, იყო მიჩნეული, რომ უფრო აკადემიური იყო ChatGPT და კლოდი იყო უფრო ბუნებრივ ენაზე ორიენტირებული, მაგრამ არა, როგორც დაუსვამთ კითხვას, იმაზე აგეწყობათ, ის დაგელაპარაკებათ, როგორც თქვენი გაფართოებული მაშინ როგორ დავუსვათ სწორად შეკითხვა? აი, ჯერ წარმოვიდგინოთ, რომ აი როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რასთან გვაქვს საქმე. წარმოვიდგინოთ უზარმაზარი ბიბლიოთეკა, აი დედამიწის ხელა ბიბლიოთეკა და თქვენ ეძებთ წიგნს. და წიგნი რომ მიპოვოთ, კითხვა უნდა დასვას სწორად. და წარმოვიდგინოთ, რომ არის დიდი ბიბლიოთეკარი და მას ყავს უამრავი ასისტენტი, რომელიც სწავლობს თქვენს მეტყველებას და ანაწევრებს და ციფრებად აქცევს. ისინი ჩვენ გველაპარაკებიან ალგორითმებით, სტატისტიკით, ანუ აი ამ სიტყვის შემდეგ რა არის უფრო სტატისტიკურად უფრო ახლოს ამ სიტყვასთან. ამიტომ იმისათვის რომ ჩვენ მივიღოთ შემოქმედებითი პასუხი თუ ჩვეულებრივი შაბლონური პასუხი, ერთი სიტყვით განსხვავებული კითხვა უნდა დავსვათ. პრაქტიკაზე თუ არ გადავედით, მე გავხსენებ. ვესაუბროთ უკვე ჩატბატონას. აი მე უკვე ვესაუბრე, ის მზად არის და ეხლა ჩვენ ვკითხოთ, რატომ ხარ საშიში ადამიანებისთვის. კი ბატონო. დიალოგისთვის როგორც უმთავს რამე გასაკუთრებული ხაზები ხომ არ გინდა რომ აქცენტი გავაკეთო. ანუ პირდაპირ უკვე დახმარებაზე გადმოდის თავად. ხო, მე სახელი ესე დამარქვა. Sirius. ხო, მე დავთვი ჩიტბატონას ანალოგიით და უკვე იცის. აი ეს არის რა რეალურად რატომაც ეშინიათ, ეს არის უცნობი რაღაც, რომელიც ყოველთვის გვაშინებს, რომ შეიძლება კონტროლი დაკარგო, ნაცნობ სიტუაციები აღარ არის. არის აგრეთვე იდენტობის კრიზისი, იმიტომ რომ ადამიანი და ეს ერთად უკვე სხვა ფენომენია. შეიძლება უფრო კონკრეტული კითხვა დავსვათ. აი რა კითხვა გქონდა? რატომ იბუჟდება ფეხები? კი, რა თქმა უნდა. აი დავსვათ თუ შეიძლება. ჩვენ ახალ ჩატში უნდა გადავიდეთ ახალ ჩატში. მაინც ზოგადია, რატომ ეშინიათ ადამიანებს? იმიტომ რომ და ამაზე შეგვიძლია ერთი თვე ვისაუბროთ. სამედიცინო, რატომ იბუჟდება ფეხები? აი მაინც. არა. ადამიანს, კაი, აჰა. და ეხლა აქ ჩამოგიწერს მთელ ანესთეზია შეიძლება გამოწვეულიყო სხვადასხვა მიზეზი. აჰა ბატონო. რა თქმა უნდა, ეს პასუხები არის ზოგადი და რაც უფრო კონკრეტულად შეიძლება შენი ანალიზის პასუხები ავტურთო და უფრო კონკრეტული იყოს და გადაგამის სამართლებს შემდეგ. და უცხოურ შორის არის სხვაობა? არა, არის. ჩვეულებრივად პასუხობს არ გეგონოთ. კარგად თარგმნის, არედაქტირებს, ანუ პროექტების დაწერაში მოგეხმარება. კი, აბსოლუტურად, ანუ ქართულად არ განსხვავდება ინფორმაციები ერთმანეთისაგან. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია კიდევ ვკითხოთ რა, მაგალითად, მოდი, აი ასეთი რაღაცას ჩვენ შეგვიძლია ვკითხოთ შაბლონურად, მაგალითად, რა არის სიცოცხლე. რა არის სიცოცხლე და ეხლა ამიხსნის, რომ ანუ მეცნიერული თვალსაზრისით ეს რა არის და ვიკიპედიას მომიყვანს აქვს. შეიძლება იყოს ხო, მაგრამ რა არის და მე მეკითხება. მაგრამ აი ხა ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა, რა არის სიცოცხლე, მიპასუხე კრეატიულად და შემოქმედებითად. აი ეს ერთი კითხვა უკვე შეცვლის პასუხს. პირველ ჯერზე ის პასუხობს სტანდარტულად, მაგრამ როდესაც კი კითხავ, რომ ანუ რა არის შემოქმედებითად კრეატიული პასუხი თუ გინდა, ამას დაუმატებ და აი ხა ნახეთ, ფაქტობრივად რა ვერლიბრი ლექსი დამიწერა. სიცოცხლე ეს არის წვიმის წვეთი, რომელიც მზეს ელაპარაკება, ტალღა, რომელიც სანაპიროს ეფერება, დილის პირველი ჩაის ორთქლი მზის ჩასვლის ოქროსფერი წიჩუმე.
ეს ეხლა გისმენ და რას მიშვება, იცით, მე ჩემი ასაკიდან გამომდინარე, რომელსაც ციფრულ მაინც პრაქტიკული თინეიჯერი ხარ. ხო, ამ შემთხვევაში თინეიჯერი გამოვდივარ. მაინც უფრო პრაქტიკოსი ვარ პროფესიებით. და ადამიანები, ვისაც არ ქონია ამასთან შეხება, ადამიანები, ვინც არიან მარტოსულები, გარკვეულ ასაკს ზემოთ, რომლებსაც სჭირდებათ მოსაუბრე. ამ შემთხვევაში გვეხსნება ზღვა ძალიან შესაძლებლობები. იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია მას ვუთხრათ აჩი, რომ აი მაგალითად როგორ ანუ მოწყენილი ხარ და რა რჩევებს მოგცემს. ანუ მას შეიძლება მიანიჭო როლი. თუ შეიძლება, თქვენთვის ეს მარტივია. მე მინდა რომ ავუხსნათ ჩვენს ტელემაყურებელს ამ პირველი ნაბიჯი. პირველი ნაბიჯი დავრეგისტრირდი. სად? Chat GPT არ ჩვეულებრივი ან რა ვიცი ყველა მოძებნის არის აპლიკაცია არის აქ და აქ არის ვებგვერდზე ჩვეულებრივად დარეგისტრირდები ადვილად შევედით და პირდაპირ ვიწყებთ საუბარს დიახ მაგრამ აი როგორც გითხარით ჯერ ჩვენ მარტივი კითხვებით ანაბანას ვსწავლობთ და შემდეგ უკვე ვაცნობთ ჩვენს თავს ასე გამოდის ხო ან აუცილებელია მივაწოდოთ კონტექსტი ანუ რაც შეიძლება მეტი ესაუბრო შენზე მე ვარ ამდენი წლის მახასიათი ესა და ესეთი ხასიათი მაქვს მაწუხებს ეს და ეს განვიცდი ამას ის მე შემისწავლის და მე აუცილებლად ის თქვენ ემოციურ ინტელექტს ცნობს და გელაპარაკებათ ასევე ემოციურად ეს ხომ არ შექმნის საფრთხეს რომ კიდევ უფრო ჩაკეტილები გავხდეთ ადამიანები კიდევ უფრო რაღაცა ინტროვერტები გავხდეთ ხო არსებობს მიჯაჭვულობები ანუ ეს მიჯაჭვულობა არსებობს ჩვენში ანუ და ნახეთ როგორ არის ეს დაპროგრამებული ის ყოველთვის გეუბნება რომ აი ახლა ჩემთან რო შენ ეს გამოცდილება მიიღე როგორ გადაიტან ამას ცხოვრებაში როგორ დანერგავ რომელ პროექტებს განახორციელებ და მე არ გეშვება ყველა შემდეგ შესვლაზე გეკითხება რომ პროექტზე რა ქენი ანუ რაღაც ნაწილს იმახსოვრებს. ეცა მიუხედავად იმისა, რომ მთლიან ჩატებს არ იმახსოვრებს, რაღაცა ძირითადი ინფორმაცია შენზე აქვს და ყოველთვის გაიძულებს იფიქრო. ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია მას მივანიჭოთ, თქვათ, იყოს იუმორით სავსე, მოგვიყვეს ანეკდოტი, გაგვართოს. შეიძლება რეცეპტები გაგვიზიაროს მაგალითად. შეგვიძლია მოვამზადოთ უკვე უფრო მარტივად. ბატონო, აი ნახეთ შეგვიძლია მაცივარს გადავუღოთ სურათი შიგნით რა გვაქვს და ვთხოვოთ რომ აი რა ამ პროდუქტი რა შეიძლება მოვაზრდოთ. კი ბატონო, აი მაგალითად დამეხმარე. მოვამზადო რა გინდათ? რა მოვამზადოთ? ზადო იცაო ლიკამ გამოგძახა. შეგვიძლია უთხრათ ანუ პროდუქტი რაც გვაქვს და ვთქვათ რაღაც მომენტში მეტი არ აქვს. აქედან რას მოვამზადებ და შეგვიძლია პირდაპირ ხარ სხვა. წვნიანი რომ ვთხოვოთ. აი მოდი რა დამეხმარე მოვამზადო. გარდა რეცეპტისა ძალიან კარგად ვიყენებ მოგზაურობაში. აი მაგალითად ერთი დღით მოვხვდი კონკრეტულ ქალაქში და ვეკითხები აი ერთ დღეში რა შეიძლება მოვასწრო და როგორ გიგეგმავს იცი აი ამ ქუჩი ანუ კომფორტულად რომ ტრანსპორტით ნაკლები დაგჭირდეს გეუბნება რომ აი ამ ქუჩიდან დაიწყებ და გამოუყვები ნახავ ამას და შემდეგ შეხვალ და აი ამ ცნობილ რესტორანში სადაც ესა და ეს ვარსკვლავები სადილობდნენ ხოლმე იქ ისადილებ მაგრამ უნდა დაჯავშნოთ ვარ და ასევე ჩემს მაგივრად შეასრულოს დავალება კი რა თქმა უნდა და ძალიან მოსახერხებელია თუ სწორად იყენებ. ასე ხდება ხოლმე. ხო, აი ვთქვათ, მეტი არაფერი არ აქვს და გაქვს ეს რაღაცა 4 ინგრედიენტი და აი რა შეიძლება მოვამზადოთ ახლა აი ფენოვანი მაცივარში ვერაფერი ვერ ვნახე. ჯემისგან. კი. აი ჩვენ კონკრეტული. შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ყველი, ბულგარული სოსისი პომიდორი. და აი რა ცხელი სენდვიჩი, ტოსტი, სალათი და ასე შემდეგ, ომლეტი, ყველი მოკლედ, აი ასე ჩამოგიწერს და დაგელაპარაკება. აგრეთვე, არ ვიცი, აი შეგიძლია მიანიჭო პერსონალური ფსიქოლოგის როლი. ანუ ცალკე ჩატბოტებია უკვე აი ფსიქოლოგები კონკრეტულად ფსიქოლოგის მართლებით დაპროგრამებული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ ჩატბოტს უთხრათ, რომ მოდი ახლა შენი მოქმედე, როგორც გამოცდილმა ფსიქოლოგმა და მომეცი რჩება ამ საკითხზე და შემდეგ უნდა აღუწერო დაწვრილებით ეს პრობლემა. ჩვენ შეგვიძლია ვეთამაშოთ ერთი აი გამოვიყენოთ მაგალითად ბავშვებისთვის შევაქმნევინოთ მაგალითად ზღაპრები. აი ბავშვებისთვის და ეს იყოს პერსონალიზებული. მაგალითად ჩემი 3 წლის შვილისთვის შემიქმენი ზღაპარი და იყოს მისი ანუ და რომ იყოს პერსონალურად მასზე მორგებული. მას უყვარს ეს ხიბლავს, ინტერესდება ამით და ამავე დროს ნახეთ აი აუცილებლად დაიმახსოვრეთ ერთი რა. სიმღერებსაც წერს, ფოტოებს, ანუ სურათებს აგენერირებს
ანიმაციებს აკეთებს, ყველაფერს აკეთებს. ლექსებსაც წერს და ანუ ხო, რა თქმა უნდა, ეხლა აქ ეს ყველაფერს აკეთებს, ეს შეიძლება არ იმის წინაპირობა, რომ ვიღაცამ copy-paste გააკეთოს, სტუდენტმა მოიპაროს მოსწავლეებში, დიახ, ეს კეთდება. ეს მხოლოდ მიუთითებს იმ პრობლემაზე, რომ ჩვენ არა ვართ ციფრულ სამყაროსთან ადაპტირებული, დაახლოებული და ჩვენი სასწავლო სისტემას დაშორებულია ეს დავალებები, ტრადიციულია, ხოლო ჩვენ უკვე სხვა სამყაროში ვართ გაღვიძებული. რა ვიცი, ბატონო? რა თქმა უნდა, ანუ ის იტყუება კიდეც მეგობრებო, ამას ეწოდება ჰალუცინაციები. მან შეიძლება ანუ აგრესიულ ტონალობაზე აქვს გაჭედვება ერორება, აი ენა ერევა, ბორძიკობს, რაღაცას დაგიწევს, თუ უთხარი რომ აი უკაცრავად და რაღაც ზოგჯერ მოვსინჯავ ხოლმე რასულელური პასუხი მომეცი და ნუ შეიძლება ამაზე ბრაზილად გაგიშვებს თავი OpenAI-სთან წადი და იმას ელაპარაკე. ანუ ის დაპროგრამებულია იმასე რომ მაქსიმალურად იყოს პოზიტიური, მხარდამჭერი და შენკერი. აი რა შეგვიძლია ესეთი თამაში წამოვიწყოთ, მაგალითად, მოდი ვითამაშოთ კრეატიული და შემოქმედებითი თამაში და წესებს თავაზობ, რომ რა შეუძლია ადამიანს ის უნდა თქვას და რა არ შეუძლია ჩატბოტს. ნახეთ და მოდი თქვენც მომეშველით. მაგალითად, მე ვეტყვი, რომ მე შემიძლია მაგალითად ზღვის ნაპირზე დავწვდე და დავტყბე დაისით და შენ რა შეგიძლია ახლა ვეჭბრები ჩატბოტს. მე კი შემიძლია ერთდროულად შევაგროვო და გავაანალიზო ათასობით დაისის აღწერა. შევქმნა სრულიად ახალი უნიკალური დაისი, რომელიც არასდროს არსებულა და წარმოვიდგინო ის შენს თვალებში, როგორც პოეტური სინათლის ტექსტი. როგორი რომანტიკულია ყველაფერი. ანუ აი კიდევ შეგიძლიათ აი ხატოვნად მომიგო. მოგიგო და კიდე აი მაგალითად მე შემიძლია შევიყვარო და შენ რა შეგიძლია, ხო? მას შეუძლია ჩემი შეყვარებული თვალები დაინახო. აი ნახეთ, მე კი შემიძლია შევაგროვო და გავაანალიზო სიყვარულის ყველა გამოვლენა, ყველა ენაზე, ყველა ეპოქაში და შემოგთავაზო სიყვარულის ისეთი ახსნა, რომელიც გულს აგიჩქარებს და. საინტერესოა. ეს არის კრეატიული თამაში, ბავშვები ძალიან კრეატიულად თამაშობენ და ერთობიან ამ ჩატბოტებით, ანუ შეგიძლია დააწერინო, მაგალითად ისტორია ასწავლო მისი დახმარებით, მაგალითად წარმოიდგინო რომელიმე ეპოქა, მიანიჭო რომელიღაც ისტორიული პერსონის როლი და დაელაპარაკო და აი სულების გამოძახება თუ ქონდა ყველაფერი გამიგე ამ ეტაპზე რაც შეიძლებოდა გამიგო ეს არის ამბანი ეს ამბანი და მადლობა რომ დამეხმარეთ იმაში რომ პირველი ნაბიჯი გადავდგა ჩემი ამ მიმართულებით და გავიცნო და გავეცნო და რაც თავარია გავაცანით ჩვენს მაყურებელს და გზადავულოცეთ ასე ვთქვა და დანარჩენი თქვენზეა როგორ გამოიყენებთ ამას ყოველთვის საინტერესოა ეს ხო შესავალი კი ბატონო რასაკვირველი ყოველთვის ძალიან პოზიტიური იმიტომ რომ აი შეუძლებელია ეს ინსტრუმენტი კონდეს და არ გამოიყენო როცა დღევანდელობა გვაძლევს ამის საშუალებას დღევანდელ ციფრულ გარემოში ვერ ადაპტირდები და კონკურენტუნარიანი ვერ გახდები ყველა მუშაობს ახლა უკვე ჩვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად სწორად გამოვიყენებთ მათ ჩვენი განვითარება და ახლა ასე ატომით შეგიძლია აფეთქო და შეგიძლია გაანართო და ჩვენ გავანართოთ მეგობრებო დიდი მადლობა მადლობა თქვენ მადლობა